ბევრი თქვენგანი მეუბნება, რომ მეტი პოზიტივი მივაწოდო მაყურებელს, რომ სულ ვწუწუნებ და ძალიან მომაბეზრებელია ამდენი წუწუნი, მაგრამ დილიდან ძალიან ცუდ ხასიათსება, რადგან ეს სმოგი არ არის პატარა ამბავი და არის საკმაოდ საფრთხის შემცველი ჩვენთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვს, სახლში რომ მივალ აუცილებლად უნდა ვნახო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდი. მაინტერესებს ერთი რა მაჩვენებელია და საერთოდ რა მონაცემებს აქვეყნებენ. აი ყველაზე მეტად როცა მეჩქარება, ყველაზე დიდი საცობი მაშინ რატომ ხდება ხოლმე? ძლივს მივდივარ სახლში და თქვენ მეუბნებით რომ მეტი პოზიტივი უნდა დავინახო, ხო? ტოქსიკურ ჰაერს ვსუნთქავთ, ტოქსიკურ საკვებს ვჭამთ, ირგვლივ ცხოვრების პირობები დღითი დღე უფრო რთულდება და მძიმდება. და როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რამდენიმე ადგილას განსაკუთრებით მაღალია. ამ 4 ადგილას მარშალგელოვანის, ყაზბეგის, აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირზე კი ყველაზე მძიმე ვითარებაა. PM10 და PM0.5 ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციაა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა. ოფიციალური ინფორმაციით ეს ყველაფერი გარედან შემოსულ დაბინძურებას, კერძოდ უდაბნოს მტვერს უკავშირდება, რომელსაც ცხადია მარტივად ვერ მოვიშორებთ ქაოსური მშენებლობებისა და ტრანსპორტით ისე გაჭედილ ქალაქში, როგორიც თბილისია.